მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ, ჩვენ უკვე ლაივში ვართ, თუმცა ტრადიციულად რამდენიმე წამი დაველოდოთ იმისათვის, რომ შეტყობინება მიუვიდეთ ჩვენს ერთგულ მსმენელებსა და მაყურებლებს ჩვენი გადაცემის ლაივის დაწყების შესახებ. პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ თემას, საინტერესო თემაზე ბევრი მსმენელი და მაყურებელი შემოგვიერთდება. მოგესალმებით, მე გახლავართ მარიკო კობახიძე, ტრადიციულად მშობლის კივრი წარმოგიდგენთ მომდევნო რიგით Facebook Live-ს, რომელსაც მაგ ჯორჯია ახორციელებს. დღევანდელი ჩვენი თემა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალების უფლებები და მათ წინაშე არსებული ბარიერები. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს მოწვეულ სტუმართან ერთად. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ჩვენი Facebook Live ითარგმნება ჟესტური თარჯიმნის მეშვეობით, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ჩვენი ლაივის ქვემოთ კომენტარის სახით დატოვოთ და ჩვენი სტუმარი მას, რა თქმა უნდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხებს. მოკლედ, დავიწყეთ იმითი, რომ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან გენდერული ნიშნისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო. სწორედ ამიტომ გაერო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას შიშიმ გოგონათა და ქალთა უფლებები ცალკე მუხლად აქვს გამოყოფილი. რა უფლებები გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებს, რა პრობლემებს აწყდებიან, რა ბარიერებს აწყდებიან და რა სტერეოტიპები არსებობს მათ წინაშე. სწორედ ამ თემებზე და არა მარტო ამ ჩამოთვლილ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ მოწვეულ სტუმართან, ორგანიზაცია ქალი და რეალობის ხელმძღვანელთან, ქალბატონ თამარ მაჭარაშვილთან ერთად. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ხართ, დაგვითმოთ თქვენთვის ძვირფასი დრო და გვეძლება იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ ამ საინტერესო თემაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ, პირველი კითხვა არის, რომ წარმოგიდგინოთ თქვენი თავი, ასევე მოგვიყვეთ თქვენი ორგანიზაციების შესახებ, ქალი და რეალობის შესახებ, რა საქმიანობს და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ძვირფასო მარიკო, მივესალმები თქვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენი თემის წარმომადგენლებს. როგორც უკვე თვითონ წარმატგინე, გახლავართ თამარ მაჭარაშვილი, ქალი შეზღუდული შესაძლებლობით. და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს ვიჯდე ამ ეთერში და კიდევ ერთხელ ვისაუბრო ჩემთვის მნიშვნელოვან და არა მარტო ჩემთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. კითხვა იყო ესეთი ორგანიზაციის შესახებ. თქვენი ორგანიზაცია, ხო, ქალი და რეალობა. რეალობის შესახებ რომ მოგვიყვეს, რა საქმიანობს და ასე შემდეგ. ქალი და რეალობას დაფუძნების წინა ისტორია აქვს და ეს მოდის 2008 წლიდან. მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ ამბებს უკავშირდება საინიციატივო ჯგუფის შექმნა, ჩემი თანამოაზრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან ერთად და ასევე მშობელთან ერთად, ბავშვის მშობელთან ერთად. მაშინ დავეხმარეთ დევნილ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები, რადგან ვთვლიდით, რომ მათ ამ პერიოდში ყველაზე მეტად უჭირდათ და ყველაზე მეტად ჭირდებოდათ ჩვენი მხარში დგომა. კარგი კამპანია გამოგვივიდა, მე ვიტყოდი, ვითანამშრომლეთ ტოლთანა განსახლების სამინისტროსთან, ადგილობრივ კერძო კომპანიებთან. და ზუსტად აქედან წამოვიდა გუნდი შეიკრა მოკლედ ამ მხარდაჭერის პროცესში და ზუსტად აქედან წამოვიდა მისი სურვილი, რომ შეგვექმნა ქალთა პრიორიტეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, თორე იცით თქვენ, რომ 2008 წლისთვის საქართველოში იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც ზოგადად მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე.
მაგრამ აი ზუსტად იმ მოტივით, რაც შენ უკვე ახსენე, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაუქმებლების კონვენცია ცალკე გამოყოფს, ცალკე მუხლად, ვიცით ეს ყველა მეექვსე მუხლი გახლავთ, ქალებს. ზუსტად ამ მოტივით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტულად გვემუშავა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის კუთხით. და სხვათა შორის 2008 წლიდან 2013 წლამდე მაშინ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ცხელი ხაზის ნომერი ჰქონდა გაშუქებული, ეს რუსთავიორმა გააშუქა ეს ჩვენი აქტივობები და რეკავდნენ გოგონები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები, ქალები, მათი მშობლები, გოგონების მშობლები და ამ წლების მანძილზე, ვიდრე 2013 წლამდე, ჩვენ მათ ვუწევდით, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ზოგადად ხო წინა კაცი უკანასი ხიდია ყოველთვის ამბობენ თუ ხედავ ვინმეს შენ მაგვარს შენი თემის წარმომადგენელს შენივე გამოწვევების და პრობლემების მქონე ადამიანს მასთან უფრო მეტად იხსნები უფრო ახლოს ხარ მოკლედ თვლი რომ შენი ადამიანია რა და შესაბამისად ზარები არ გვაკლდა მინდა გითხრათ და დღემდე გვაქვს შემორჩენილი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც მაშინ დავიმეგობრეთ, დავიახლოვეთ. და შემდეგ უკვე მართლა დადგა ის აუცილებლობა, რომ უნდა ოფიციალურად, იურიდიულად დაგვეფუძნებინა ორგანიზაცია და ეს მოხდა 2013 წელს. Ну, დავაფუძნეთ ორგანიზაცია და იმ პერიოდისთვის საკმაოდ რთული იყო, ასე ვთქვათ, მხოლოდ მოხალისეობრივ საწყისებზე გვიწევდა მუშაობა 1-2 წელი. პირველი დაფინანსება მივიღეთ ქვეგრანტის პროგრამით კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისგან, ეს გახდა 2014 წელი. და მე ვწყვეტ აქ მქონდა ისევ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, რომ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციებს და თანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ნაკლებად აქვთ დაფინანსების და მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობები. და ესე იყო მაშინ, ესეა დღემდე ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ. და 2017 წელს ჩვენ მხარი დაგვიჭირა ქალთა ფონდმა საქართველოში. კონტრიბუტიდანაც ამ პლატფორმიდანაც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ შესანიშნავ გუნდს. თუ დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობა გაცილებით უფრო მყარნაბიჯებს გავს, ესე ვთქვათ, თორემ ჯერ ვერ ვიტყვი რომ ძლიერია, გაცილებით უფრო მყარნაბიჯებს გავს, ვიდრე დაუშვათ 10 წლის წინ, ეს სწორედ ქალთა ფონდის დამსახურებაა და მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონასა და ქალისგან ამის გამო. ფაქტიურად უწყვეტად გვიჭერენ დღემდე მხარს, გვეხმარებიან დღემდე, ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს დღემდე მათი, რაც ძალიან ბევრი სასიკეთო გადადგმული ნაბიჯის საწინდარი გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც დაიწყო ორგანიზაციამ თავისი ხმა და მესიჯები რითიც გააჟღერა პირველად ორგანიზაციამ ეს იყო 2013 წელს გულისხმობ რომ დავფუძნდით, მაშინვე ჩავერთეთ, მაშინ იცით გახსოვთ თქვენც ალბათ სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაუქმებლების დაცვის თანაბარი შესაძლებლობის სამოქმედო გეგმა ცალკე იყო ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში არ იყო ინტეგრირებული. და ზუსტად ამ გეგმის სამუშაო პროცესში ჯგუფებში მუშაობდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა თემის, სხვადასხვა ჯგუფებში არჩეული ჰქონდა, ვისაც სათქმულდა მუშაობა და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობის პერიოდში ძალიან გამოიკვეთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, გადავწყვიტე, რომ ამ სამოქმედო გეგმაში ეს თემა უნდა ასახულიყო. გაგიკვირდებათ და აღნიშნდი ძალიან გიკითხეთ. ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ არ მყავდა არც მომხრე და არც მოწინააღმდეგე. მომხრე არ მყავდა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ მიხვდნენ რა შუაშია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მოწინააღმდეგეც იმ მოტივით არ მყავდა, რომ ანუ ოპონირებას ვერ გამიწევდნენ, არ იცოდნენ, ამაზე არც დაფიქრებულან არასდროს ხდებით, რა მოცემულობაში აღმოჩნდით.
და როგორც იქნა მოკლედ ამ გამოწვევები მასაც ახდა, მაგრამ როგორც იქნა ეს ამოქმედო გეგმაში ეს საკითხი აისახა. შესაბამის განათლებას ვითხოვდით, ასაკის შესაბამის განათლებას ვითხოვდით და ვისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, არაფერს ისეც განსაკუთრებულს. უბრალოდ კარგად იცით თქვენ, რომ ეს სექსუალობა და შეზღუდული შესაძლებლობა უკვე ორი ტაბუდადებული თემა და ეს უკვე რომ ერთდება, ყველას გონია, რომ უნდა დავაქციოთ ქვეყანა და რაღაც სხვანაირად ესმით. ამ დროს ჩვენი აბსოლუტური უფლებაა, ხო? ქალებისაც, კაცებისაც შიშუმ თემი მყავს ხედველობაში, რომ ეს სარგებლობდეთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით, ხო? ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიდან ერთ-ერთი მთავარია. და ანუ ეს იყო პირველი მესიჯი, რაც გავაჟღერეთ და ასევე პირველად დავიწყეთ ამაზე საჯარო დისკუსიები. მადლობა რადიო იმედს, ქალბატონ ნინო მეუნარგიას, მან მიგვიწვია თავის გადაცემაში და პირველად ამაზე დავიწყეთ საუბარი. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, ისეთი ტრადიციული კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აი, ძდება. არ იყო მარტივი, მაგრამ ალბათ ასაკმაც მომცა უფრო მეტი თავდაჯერებულობა, ოდესღაც ამაზე ვიღაცას უნდა ესაუბრა. ეს იყო თემა, რომელიც იმნეულად შემეხო მე. შეიძლება რომ არ შემხებოდა, გულახდილად ვიტყვი, რომ არ შემხებოდა, შეიძლება მეც ვერ მივხვდარიყავი რატონის გამოწვევის წინაშე ვიდექით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალები. კი ბატონო, შემეხო, კი ბატონო, ვისაუბრე, დღემდე ვსაუბრობ, მოვითხოვეთ, დღემდე ვითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს არანაირი წინსვლა ამასთან დაკავშირებით. იცით რა მაინტერესებს, მაშინ როცა საუბრობდით, ბოდიშით გეჭრებით, შემდეგ რო გავაკეთოთ, როგორ გეკადრება პირი. უბრალოდ მაინტერესებს, აი რო შევადაროთ იმდროინდელი პერიოდი, პირველად რო გააჟღერეთ ეს თემა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლება და დღევანდელი დღე. არის თუ არა ადამიანთა პირთა რეაქცია განსხვავებული, ანუ მიეჩვია თუ არა საზოგადოება იმას, რომ ეს უფლება ჩვენს გაგვაჩნია თუ ისეთი გაკურებული სახეებია და ისეთი ასე ტაბუდადებულია ჯერ კიდევ ჩურჩულით და ასე ვთქვათ უით ლაპარაკობენ ამაზე. მე ვიტყოდი, რომ სერიოზული წინსვლა გვაქვს აღნიშნულთან მიმართებაში, მაგრამ აუცილებლად გამოვყოფ, რომ წინსვლა გვაქვს ლოკალურად. არ არის ამაზე გეოგრაფიულად, ესე ვთქვათ, დაფარვა არ აქვს ამას მთელი საქართველოს მასშტაბით. წინსვლა გვაქვს ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციები, მათი ლიდერობით და მადლობა მათ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აღვიქმებით ყველასთვის, როგორც თანამოაზრეები და მართლა ესეც ვართ, თანაგუნდელები. უფრო მარტივი რომ იყოს მსვენელისთვის ვიტყვი, რომ 2019 წელს მე კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დავაფუძნეთ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი. და ზუსტად ამ ეს ქსელი დღეს აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე მომუშავე 13 ორგანიზაციას და 20-მდე დამოუკიდებელ აქტივისტს. და ზუსტად ამ ქსელის კოორდინირებული თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ დავუშვათ გვინდა რაღაც მესიჯი გავუშვათ, ამას ერთდროულად ვაკეთებთ იმ რეგიონებში, სადაც ყვანან ჩვენი ასე ვთქვათ კოორდინატორები. და მაგრამ არის რეგიონები, რომელთა დაფარვაც ჩვენ ჯერ არ განვიხორციელებია. შესაბამისად, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ინფორმირებულობის დონე იქ ძალიან დაბალია. როგორც თვითონ თემში, ასევე მშობლებში და რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციებს განახორციელონ ისეთი პროექტები, რომ მოიცვან თავიანთი რეგიონები სრულად და არ დარჩეს საქართველოში არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა და ქალი საკუთარი უფლებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გარეშე. ეს არის ჩემი სურვილი, ძალიან დიდი სურვილი. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ქალბატონ თამარ, იცით ამ მაინტერესებს, ანუ ეხლა რა გამოწვევების წინაშე დგანან შიშიმო გოგონები და ქალები
დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ რეალობაში. რა არის ის ყოველდღიური გამოწვევებზე რო ვილაპარაკოთ? მოდი არ შევჩერდები, მაგრამ მაინც გაკვირთ ვახსენებ. რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურა და არაადაპტირებული გარემო სერიოზულ კვალს ტოვებს იმაზე თუნდაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალები თავისუფლად გამოვიდნენ გარეთ, თავისუფლად ჩაერთონ ამა თუ იმ აქტივობებში, რომელსაც ახორციელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ეს გამოწვევა ჩვენ კვლავ გვაქვს. და არც ისე მარტივად გადასალახი გამოწვევა, მე ძალიან კარგად მესმის, საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული და მგონია რომ ეს გამოწვევა მარტივად და დასაძლევი იყოს, მაგრამ გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება აღებული და იმედია რომ მაგ დროისთვის მაინც სრულად იქნება ქვეყანა ადაპტირებული იმისთვის, რომ თავისუფლად გამოვიდეთ გარეთ. ყველაზე დიდი გამოწვევა მარიკო, ვთქვი რომ ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობა კვლავ გამოწვევა რჩება, ეს უკვე გითხარი. მაგრამ ყველაზე დიდ გამოწვევად მიმაჩნია და სწორედ ის სხვა გამოწვევებიც იმიტომ ვერ გვარდება. ყველაზე დიდ გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ შენ თავიდან ახსენე, ორმაგი დისკრიმინაციის რისკის ქვეშ არიანო, გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკაში გენდერული საკითხები არ არის ასახული და პირიქით გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში არ ვჩანვართ თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, არსად არ ჩანვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები. აი ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. იმიტომ რომ საზოგადოება პოლიტიკას ვინც ქმნის, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა კარგად, რომ ჩვენი პირველი იდენტობა არის ქალობა და ამის შემდეგ ვართ შეზღუდული შესაძლებლობის. შესაბამისად, ყველა უფლება, რაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ქალებს, ვრცელდება ჩვენს. ყველა პროგრამა, ყველა სამოქმედო გეგმა, რაც განკუთვნილია მათთვის, ვრცელდება ჩვენს. სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმები და პროგრამები ამას ასე არ ასახავენ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ დგება. კი ბატონო. მადლობა. ქალბატონო თამარ, ახლა მაინტერესებს ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან დღემდე შეიცვალა თუ არა რაიმე სიტუაცია, ანუ ისევ ის სურათი გვაქვს, როდესაც თქვენი ორგანიზაცია დაფუძნდა, როდესაც დააფუძნეთ, თუ რაიმე წინსვლა, აი რაიმე წინწარწევა გვაქვს ამ საკითხში. და თუ შეიძლება რომ დეტალურად მოგვიყვეთ, აი სერიოზული წინსვლა გვაქვს. სერიოზული წინსვლა გვაქვს. კიდევ დავუკავშირებ იმას, რომ გამომდინარე იქედან როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, ქვეყანას რა შესაძლებლობები აქვს. ამის ფონზე სერიოზული წინსვლა გვაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად გეტყვით, რომ ქალი და რეალობა ოპერირებს თბილისში, მთელ საქართველოში, მაგრამ დაფუძნებულია და იმისი იურიდიული მისამართი გახლავთ ნაძალადევის რაიონი. და ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ნაძალადევის რაიონის თვითმმართველობიდან. ეს 2018 წლიდან დღემდე ისინი უწყვეტად უჭერენ მხარს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პოპულარიზაციას და იმპლემენტაციას. ყოველთვის ჩვენი ჩართულობით გეგმავენ ღონისძიებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ისინი ამას არ აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც ქულები დაიწერონ. ყოველთვის გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ სურთ ჩვენთვის გააკეთონ ღონისძიება. ეს ღონისძიება არ არის წყალებში ვიტყვი, ფოჩიანი განფეტების ღონისძიება. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ყველაზე ახლოს დგას ხალხს. ნებისმიერ მოქალაქესთან არის ის შეზღუდული შესაძლებლობის თუ არ არის, არ აქვს მნიშვნელობა. და როდესაც შენი თვითმმართველობა შენ გეხმარება იმაში, რომ დამატებით გააჟღეროს შენი ხმა და მოგცეს შესაძლებლობა შენ დამატებით შეხვდე ცენტრალურ ხელისუფლებას, მოიწვიოს შენთვის სასურველი წარმომადგენლები ხელისუფლებიდან, ვისაც ხელი ეწიფება ზუსტად პოლიტიკის შემუშავება, იმ მექანიზმის შემუშავება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების ყოფას გააუმჯობესებს და დაუახლოვებს იმ სტანდარტებს, რაც ზოგადად ქალებს აქვს საქართველოში. ხო, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ გვაქვს სერიოზული წინსვლა. მაგრამ ვიტყოდი,
ნახეთ 2018-დან დღემდე, ხო, გეუბნებით, რომ ეს თვითმმართველობა ჩვენ სერიოზულად გვიჭერს მხარს. სულ ფიქრობ, ყოველ წელს ფიქრობ, რა მოხდება თბილისში სხვა რაიონის თვითმმართველობამაც აიტაცოს და რაღაც მსგავსი გააკეთოს, ხო? არა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. არა და გადამდებიაო, კარგი მაგალითებია, ზოგადად ვამბობთ ხოლმე და რა ვიცი, ჩვენ შემთხვევაში არ იმუშავა რა. და მაგრამ მე ვთვლი მაინც რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ვიტყვი რომ დღეს გაცილებით მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას და ქალს ეძლევა ასე ვთქვათ ტრიბუნა იმისთვის რომ ისაუბროს. მართალია ვერ ვიტყვი ახლა რომ მედიასთან მუშაობა ჩვენ არ გჭირდება, კი, გჭირდება, საკმაოდ ბევრია ამისთვის გასაკეთებელი. მაგრამ წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით ვიტყოდი, ცნობადობის მხრივ ვამბობ და იმიჯის მხრივ ვამბობ. ამ მხრივ ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯი. თუნდაც ის რომ პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრისთვის, როდესაც ქალებმა დაანონსეს, ქალმა უფლებადამცველებმა რომ სურდათ შეხვედრა, აღმოჩნდა რომ ეს იყო არაადაპტირებულ გარემოში დანიშნული ეს შეხვედრა. და შეცვლა ვეღარ მოხერხდებოდა. ისეთ დროს გამოვთქვით ჩვენ გაჟღერდა ინფორმაცია, გამოვთქვით სურვილი და უკვე მე-3 დღეს თუ მე-4 დღეს, ну, შეიძლება ერთი კვირაც იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შეცვლა ვერ მოხერხდა. არ დაგვიყრია ფარხმალი ამის გამო. იქეთ გამოვნახეთ ალტერნატიული შესაძლებლობა. მადლობა ყლავ-ნაძალადევის რაიონის თვითმმართველობას მედიათეკაში დაგვითმო გვიმასპინძლა მედიათეკამ და მოვიწვეთ ჩვენ თვითონ და ვესაუბრეთ მათ ჩვენს გამოწვევებზე. ანუ ამით რისი თქმა მინდა? ჩვენი ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის არ არის მარტივი და იოლი და რა თქვენ გვჭირდება თვითდამკვიდრება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში, ასევე ქალთა საზოგადოებაში, საქართველოში. ორივე მიმართულებით გვჭირდება თვითდამკვიდრება და ბრძოლა. ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩავდოთ იმისთვის, რომ ქალი უფლებადამცველების მაგიდაზე მაგიდასთან ღირსეულად გაჩნდეს ჩვენი ადგილი. ის კი არა რომ შემჭიდროვდნენ და ისე ჩაგვსვან, არა, ღირსეულად გაჩნდეს ჩვენი ადგილი. და ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქალები საკუთარ უფლებებს იცავდნენ, ანუ თუ აქამდე კონვენცია ატაცებული ჰქონდა ფრაზა რომ არაფერი ჩვენს გარეშე, ჩვენთვის ჩვენს გარეშე, მდგრადი განვითარების მიზნები, იცით რომ საკმაოდ პრესტიჟულია ჩვენი ქვეყნისთვის მისი შესრულება, ის გვეუბნება რომ არაფერი ჩვენს გარეშე. სწორედ მდგრადი განვითარების მიზნებმა მისცა ძალიან დიდი შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებს და ქალებს, არავინ დარჩეს მიღმა, ეს ზუსტად ჩვენზეა საუბარი, რომ ვიცოდეთ და არაფერი ჩვენს გარეშე კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ იქ არ უნდა გვეძახოდნენ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ და განიხილავენ გარკვეულ თემებს ამისთვის. არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც ქალთა საკითხებზე მუშაობ. კი ბატონო. დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, ეხლა მაინტერესებს თვითონ შშმ გოგონებს და ქალებს როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარ თავის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შემთხვედრია გოგონები, რომლებსაც თქვათ ცოტა აღქმა არ აქვთ, როგორც სრულყოფილი, ჩამოყალიბებული გოგოსი. ეს განპირობებულია ალბათ იმ საზოგადოებრივი დამოკიდებულებით, რომელიც ჩვენთან მომართებაში არსებობს შშმ პირთა ქალების მიმართ, გოგონების და ქალების მიმართ, ვინაიდან მე დღემდე ვამბობ ხმამაღლა და ხუმრობით ხანდახან, რომ რაღაც მომენტში მგონია, რომ სქესი წამართვეს მეთქი, იმიტომ რომ ხდება ხან ბავშვა დახქმა, ხან არ მგონია, სულ ცდილობენ რომ ჩვენ სქესი წამოვართვათ, სულ ცდილობენ. და აი ეს არის ჩვენი, აი აქ უნდა ვიბრძოლოთ ზუსტად. აქ უნდა ვიბრძოლოთ ზუსტად. რომ ჩვენ არა ვართ ბავშვები, თუ ვიზუალურად გავხარ ბავშვი, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი ხარ. მოკლედ, ჩვენ ღირსეული ადგილი გვჭირდება ჩვენ საზოგადოებაში, თანასწორობა გვჭირდება, ეს არის მთავარი და ამოსავალი. თვითშეფასება დაბალია, კვლავ დაბალია თვითშეფასება თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებში და ქალებში, თქვენ წარმოიდგინეთ. უყურეთ რა ხდება. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ
ინკლუზიური განათლება რომ დაინერგა საქართველოში და მე ვიტყოდი რომ დღესაც ვერ გვაქვს კიდევ სათანადოდ ეს თუ ეხება მეტნაკლებად საგანმანათლებლო სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს სასწავლებლებში უფრო რთულად აგვაქვს საქმე. და იმ ქალბატონებს, რომელსაც არ შეეხოთ ეს ინკლუზიური განათლება და რომლებიც დღეს არიან 30 წლისანი, ხომ წარმოგიდგენიათ რა რთულ სიტუაციაში არიან. 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც არ აქვს თავისი ადგილი ცხოვრებაში, რომელიც იმასაც კი ვერ ახერხებს, აი სად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ, რომ ეს თაობა რომლისთვისაც ინკლუზიურმა განათლებამ დაიგვიანა, აუცილებლად უნდა იყოს სრულად ჩართული არაფორმალური განათლების პროცესებში. აუცილებლად და ეს პროცესები თან უნდა იყოს განგრძობადი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რაღაც ტრეინინგებზე მიწვევა, როდესაც არის, რომ შევეცადოთ თუ ვიცით რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალები გვყავს ამ ტრენინგში ჩართული. შევეცადოთ ნუ დავიწყებთ ამას მაინც და მაინც 10 საათზე და 9 საათზე და ნუ გავაგრძელებთ 7-8 საათამდე, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეიძლება განაისუჭირდეს რომ მოისმინოს და აღიქვას და გაიაზროს, უბრალოდ როდესაც დამთელობის მდგომარეობა არ გიწყობს ხელს, დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა, თან იმისთვის მობილიზება, რომ რაღაც უნდა გაიგო, გაიაზრო, რთულია. და აი რამდენად უწყობენ ხელს ამ ადამიანებს იმაში, რომ არ იყვნენ დაკომპლექსებული. აი, მარკო, ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ მე ვიცი რომ იქ სადაც უნდა მიმიწვიონ, ყველა ჩემი საჭიროება არ იქნება გათვალისწინებული. მე დავკომპლექსდები და ვერ წავა. მივხვდი როგორ კავშირს ვაკეთებ. კაც ის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებს და ქალებს თვით შეფასება აუმაღლდეთ, ეს მარტო მათი გასაკეთებელი საქმე არ არის. ეს საზოგადოების გასაკეთებელი საქმეც არის. უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის მათი კონკრეტული საჭიროები და არ უნდა ჩავაყენოთ ისინი უხერხულ მდგომარეობაში. არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ მე რჩია დავრჩენილიყავი სახლში, არა, ვიდრე ამ სიტუაციაში აღმოჩნდი. კი ბატონო. ჩვენ გარშემოყოფებსაც შევეხეთ ვახსენეთ კონკრეტული ის, მაგრამ აი საინტერესოა, ნუ კიდე უფრო რომ გავაფართოვოთ ეს თემა. გარშემოყოფებთან ერთად ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორია შიშიმო გოგონათა და ქალთა მიმართ, აი რომ აღიქვამენ თუ არა ოჯახის წევრების სრულყოფილ ქალებად, ხდება თუ არა სრულყოფილ ადამიანად მიჩნევა და რაიმე მაგალითები ხო არ გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ თავიდანვე ახსენეთ და ყველამ ვიცით, რომ ხშირი ურთიერთობა გაქვთ შიშიმო გოგონებთან, ქალებთან და პირადი ისტორიებიც მოგისმენია, რა თქმა უნდა, კონფიდენციალობის დაცვით, რაიმე ხო არ გაიხსენებდით ამ კუთხით. სამწუხაროდ ვერ ვამაყობთ ჩვენ ჯერ ამ მიმართულებით ვერანაირად. ჰიპერმზრუნველობა აქვთ კვლავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების მშობლებს. თქვენ წარმოიდგინეთ ვაჟების მშობლები ესე არ არიან. ძალიან მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე დისკუსიები დავიწყეთ, ვაჟების მშობლები პირიქით დაინტერესდნენ, რომ აი ვისურვებდით, რომ ყოფილიყო რაიმე ცენტრიო, სადაც შეგვეძლება მივიდეთო, კონსულტაციები გავიაროთო, ჩვენ შვილებს დავეხმაროთო. მსგავსი სურვილი არ გამოუქვამს არც ერთი გოგონას მშობელს და საერთოდაც მე ზუსტად ვიცი, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა მართლა არ აქვს საქართველოში სქესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას. ყავს ჩემპიონი მშობლებიც და მისაბაძები არიან ესეთი მშობლები. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოუკიდებლად მიიღონ თავიანთმა შვილებმა გადაწყვეტილება, წავიდნენ, დრო როგორ გამოიყენონ, გართობას მოახმარონ, სწავლას მოახმარონ. ექიმთან ვიზიტი, რაც ყველაზე სავალალო მდგომარეობაა, რომ მშობლები სულ ფიქრობენ, რომ თუ მათ შვილს არ ყავს პარტნიორი და ან არ არის გათხოვილი, არ არის აუცილებელი პროფილაქტიკური გამოკვლევების და ექიმთან ვიზიტი არ არის აუცილებელი. ეს ძალიან ცუდია. ძალიან საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამით საკუთარ ჯანმრთელობას. ანუ ბევრი ცოდნების დაგროვება ჭირდებათ, ბევრი რაღაცის გააზრება ჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების მშობლებს. ჭირდებათ გაიაზრონ კარგად, რომ მათ შვილებს პირადი სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ და რომ
მათაც შეიძლება მოაკითხონ მეგობარმა, წავიდნენ სტუმრად, ნუ გადაწყვეტენ მათ ასე ვთქვათ, მომავალს, მათ ხვალინდელ დღეს თვითონ მისცენ საშუალება ამ გოგონებს. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სადღაც შეგეშალოს და დამარცხდე კიდეც, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის ამ მქონე გოგონებში არ ხდება ეს, მაგრამ მათ ხომ მშობლები უდგანან მხარში. ის შეცდომებიც ჩვენია, ის წარმატებაც ჩვენია და ზუსტად ეს ამისი განცდის უფლება უნდა მისცენ მშობლებმა შვილებს. ითით მაინტერესებს, აი თქვენი მოსაზრებით, ექსპერტი ხართ ამ საკითხში, ის რომ შშმ გოგონების აღქმა არ ხდება ოჯახის წევრების მიერ როგორც ქალად, აი პოტენციური ვთქვათ გოგონა, რომელმაც შეიძლება ოჯახი შექმნას. რა განაპირობებს, რა არის ამისი მიზეზი, საიდან მომდინარეობს და სად უნდა ვეძებოთ ამისი, ასე ვთქვათ, საფუძველი. საიდან დავიწყოთ ბრძოლა? ამის მიზეზი ძალიან მარტივია, ქართული მენტალობიდან გამომდინარე და ეს გენდერულ როლებზე არის ბმაშია გენდერულ როლებთან. ქართველი ქალის, ტიპიური ქართველი ქალის გენდერული როლი რა არის? იყოს კარგი მეოჯახე, იყოს კარგი დედა, იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, რომ შეეძლოს კარგად შრომა, ოჯახის მოვლა, გაძღოლა, პატრონობა. ყველაფერ ამას რომ გადაავლებენ თვალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის როგორც დედის როგორც მეოჯახის გნებავთ როგორც პარტნიორის როლი საერთოდ ქრება და იკარგება იმიტომ რომ თვლიან რომ ეს არ შეუულია ეს ყველაფერი არ შეუულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს და რაც ყველაზე მთავარია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არ აქვთ იმისი გააზრება, რომ მათი პირველი იდენტობა არის ქალობა. ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქტივისტებში მიმეღწია იმას, რომ თქვან, რომ მე ვარ ქალის შეზღუდული შესაძლებლობით. და გადმომხედავენ ხოლმე და აი თქვი და ყველა ერთად ვიცინით და ვხალისოთ ვერე ამაზე. გააჩნია რა კონტექსტში ვსაუბრობთ. თუ მე ჭირდება ვისაუბრო ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემზე, რა თქმა უნდა, მხარ ვიტყვი მე ვარ ქალი შეზღუდული შესაძლებლობით, ხო? იმ კონტექსტში მე ჭირდება ვახსენო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი. მაგრამ როდესაც საუბარია ქალებზე და ამ დროს იტყვიან მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიცო, როგორ ფიქრობთ, სქეს არ გვართმევენ? გვართმევენ, რა თქმა უნდა გვართმევენ. გადაფიქრდით. კი ბატონო. ქალბატონო თამარო, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ოჯახზე, საზოგადოებაზე, თვითონ შშმ გოგონას მიერ საკუთარ თავის აღქმაზე, ხო? ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა, ახლა მეც გამოვიყენებ ამ ტერმინს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება, მაგრამ პრაქტიკაში მისი რეალიზება სამწუხაროდ არ ხდება. აქვთ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და ალბათ ამ თანხმობით რომ ეს საკითხი მწვავედა შშმ გოგონებისა და ქალების წინაშე, ხო? ის რომ არ აქვს დამოუკიდებელი ცხოვრება, ის რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად მოახდინო რეალიზება, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და გამიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, აი რა განაპირობებს, რა არის ამისი მიზეზი და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა? გონი ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. ქალბატონო თამარ, ჩვენი თუ გესმით? გონი თქვენთან ჩემი ხმა გესმით ჩემი. წყვეტილად გვესმის ქალბატონო თამარ? მარიკო. ეხა გვესმის აბა? გამოსწორდა? ეხა გვესმის. თქვენ თუ გესმით ეხლა გამოსწორდა? აბა იქნებ გამიმეოროთ შეკითხვა. კი ბატონო, ის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს არ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მიუხედავად ამის უფლება,
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება გააჩნიათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამის პრაქტიკაში რეალიზება სამწუხაროდ არ ხდება და რა არის ამისი მიზეზი და ამ პრობლემის აღმოფხრის თქვენეული, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები რა იქნება? სამწუხაროდ ისევ ტექნიკური პრობლემა გვაქვს. ქალბატონო თამარ. ჩემი ხმა როგორ ისმის ახლა? ჩემი ხმა გესმით თქვენ კარგად? კი. ამისი ეს კომპლექსური საკითხია, მარიკო. ეს არ არის ესე მარტივი დაუშვათ, რომ მშობელი არ აძლევს შვილს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას და არ აქვს პირადი სივრცე და არა. ეს თალსახად და ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან. ვერასდროს ვერ ვიქნები დამოუკიდებელი, თუ არ ვარ რეალიზებული, თუ არ ვარ დასაქმებული, თუ არ ვდგება მყარად თუ არ მაქვს ჩემი თავის იმედი, იმიტომ რომ თუნდაც გავიდე მარტო საცხოვრებლად, ხო? არ მინდა ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. ამას აკეთებენ შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე გოგონებიც და რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას, ხო, დაუშვათ. მაგრამ თუ არ ხარ დასაქმებული, თუ არ, აი მაგალითად. როგორი ბმა აქვს ახლა? რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის? რომ აი ქალთა გაძლიერების ეკონომიკური პროგრამა მუშავდება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა მუშავდება და ამ პროგრამაში არ ჩანს შეზღუდული ის მექანიზმები, რაც სხვა ქალების თანაბრად მოახდენს გავლენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზეც. აი ჩვენ გვჭირდება აუცილებლად თანამშრომლობა ამ კუთხით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. რაღაც პრობლემა გვაქვს, სადღაც რაღაც კანონები გვაქვს დასახვეწი, ჰარმონიზაციაში გვაქვს მოსაყვანი, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებთან, რომ მეტი დამატებითი მექანიზმები და ბერკეტები ჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს. პოლიტიკაა შესამუშავებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გათანაბრებ უფლებების და შესაძლებლობების გათანაბრებისთვის ქალებთან, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მაქვს, აი თქვენ რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომელსაც შიშიმო გოგონები ყავთ და რა იქნებოდა ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შიშიმო გოგონებს გააძლიერებდა მშობლების მხრიდან? სადღაც კი გავაჟღერეთ ეგ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ და ვიტყვი იმას, რომ მიეცით შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. არ ნიშნავს, რომ მხარში არ ედგეთ, უკან არ ედგეთ, გვერდით არ ედგეთ, მაგრამ მიეცით შანსი, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუნდაც შეცდომით გაიარონ ეს მათი არჩევანი იყოს. მიეცით შესაძლებლობა, რომ ისწავლონ თუ ეს უნდათ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოჯახი შეიძლება ვერ უზრუნველყოფდეს ფინანსურად, მატერიალურად იმას, რომ ისწავლოს მათმა შვილმა, ეს ძალიან სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იქნებ განსხვავებით იმაში, რომ ბიჭებში დებთ ამ კაპიტალს, ძვირფასო მშობლებო, იქნებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებში ჩადოთ ეს კაპიტალი და თქვენს და მათაც ეს აუცილებლად უკან კარგად დაუბრუნდებათ. და რაც შეეხება გოგონებს, იბრძოლეთ და იბრძოლეთ. თუ მარიკომ შეძლო, თუ მე შევძელი, თუ ჩვენმა საყვარელმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა შეძლო, თუ ანა გოგოაძემ შეძლო და მრავალმა კიდევ სხვა მაპატიონ ყველას ვერ ჩამოვთვლი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ. კი ბატონო და ჩემს მხრივ ალბათ დავამატებდი იმას, რომ მშობლებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად და არავითარ შემთხვევაში უბრალოდ არ წაართვან თავიანთ გოგონებს სქესი და აღიქვან თავიდანვე იმ გააზრებით, რომ ისინი არიან სრულყოფილი, სრულფასოვანი გოგონები. ქალბატონო თამარო, უღრმესი მადლობა, რომ დაგვითმეთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, რომ ჩვენთან ერთად იყავით და მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთ საინტერესო თემაზე გვესაუბრებოდით. მე კი ჩვენს მსმენელებს ვემშვიდობები მომავალ თემამდე, მომავალ თემამდე. მადლობა.